ფეხბურთში საქართველოს სუპერთასი დინამო თბილისმა ჩისკოს გოლით მოიგო. ჩიხურას წინააღმდეგ 34 წლის ესპანელი ფეხბურთელის თამაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩისკოს ქართული კარიერა კი დღევანდელი რიგით 127 მატჩით დასრულდა. დინამოს ხელმძღვანელობა კლუბის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირთან სამომავლოდ თანამშრომლობას გეგმავს. დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. ჩაწოდება აქ ცველები თამაშობენ კარგად ჩისკო და 1-0 საოცარი გოლი გავიდა. ჩისკოს ბოლო მატჩი დინამო არენაზე და საფეხბურთო კარიერის ემოციური დასასრული თბილისში. დინამოს 28 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრა გადამწყვეტი გოლით აღნიშნა და დინამოსთან ერთად ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა. ბედნიერი ვარ რომ მოვიგეთ, მაგრამ დღევანდელი დღე ჩემთვის მეორე მხრივ ძალიან მძიმეა, რადგან საფეხბურთო კარიერა დავასრულე. ბევრი მეგობარი შევიძინე და ყველას მადლობას ვუხდი აქ გატარებული წლებისთვის. დინამოს შემადგენლობაში ჩისკო 2011 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მან 127 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. კლუბის ხელმძღვანელობამ მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და დინამოში ჩატარებული მატჩებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც რომან ფიფიამ განაცხადა, დინამოსა და ჩისკოს შორის სამომავლოდ თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ჩისკოს გარეშე რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მშნელის ამბებში თუ ასისტენტის, მაგრამ ველოდებით ჩისკოს. ეს არის ის ტიტული, რომელსაც დინამო უნდა იგებდეს. უმულაძე საჯარი მოშია და პენალტია. შეხვედრაში დაწინაურების რეალური შანსი 58 წუთზე ჩიხურას ჰქონდა, როდესაც დინამოს კარის მიმართულებით 11 მეტრიანი დაინიშნა. თუმცა თემურ ღონღაძე ბურთი კარს ააცილა. საბოლოოდ მატჩი დინამოს გამარჯვებით 1-0 დასრულდა. დიდი მადლობა ჩისკოს გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ალბათ ესეც უნდა ყოფილიყო და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას. ულოცავ დინამოს გამარჯვებას. სუპერთასი დინამო თბილისისთვის წელს უკვე მესამე ტიტულია. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ახალ საფეხბურთო სეზონს ლიდერის პოზიციაზე ხვდება.